მოგესალმებით, დღეს კვირა დღე არის, განსაკუთრებული დღეა. ამიტომ ვთხოვთ ფარველ ძალებს, თქვენს ფარველ ძალებს სთხოვეთ, რათა გიჩვენონ გზა და მოგცენ რჩევა. მოდით ვნახოთ, რას აკეთებთ თქვენ სწორად იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ სიყვარულის ენერგია, რომ თქვენს ცხოვრებაში იყოს სიყვარული. რას აკეთებთ სწორად? მოდით ახლა ვნახოთ, რას აკეთებთ არასწორად. ფარველი ძალებისგან მივიღოთ ეს ინფორმაცია. და ბოლოს რჩევა, რა დაგეხმარებათ თქვენ იმისათვის, რომ ფესვები გაიგას მყარად სიყვარულის ენერგიამ თქვენს გულში. და ეყოფილიყოს მესამე არკანი, სიყვარულის გზავნილი თქვენთვის. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ვნახოთ შემოკარგებო, რას აკეთებთ თქვენ სწორად თქვენ ცხოვრებაში იმისათვის, რომ მოიზიდოთ სიყვარულის ენერგია. პირველ რიგში აქტიური ადამიანები ხართ, მიზანდასახული, ძალიან ბევრს უყვარს ან დაბადებული ხართ ზაფხულში. მზე გიყვართ, ზღვა გიყვართ. ბევრს უყვარს წითელი ფერი, მიწა, სოფელი, ბუნებაში სეირნობა. ზოგადად რაც არ უნდა გიჭირდეთ ცხოვრებაში, სქეს არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიყურებს, მამაკაცი, ქალბატონი, ასაკსაც არ აქვს მნიშვნელობა. ცეცხლოვანი ადამიანი ხართ, სიცოცხლის მოყვარული. რაც არ უნდა იყოს, როგორი დარტყმებიც არ უნდა მიიღოთ ცხოვრებისგან, მაინც წინ მიიწევთ თქვენი სურვილებისკენ. ძალიან ბევრი იმდენად საკუთარ სურვილებში არის ჩაძირული, ზოგიერთი ეგოისტურადაც კი, მაგრამ ამ ეგოიზმმა ბევრჯერ თქვენ გადაგარჩინათ ცხოვრების გზაზე. გიყვართ საყვარელი ადამიანის განებივრება, ძალიან კარგი მეგობარი ხართ, მრჩეველი ხართ და სწორედ ეს გეხმარებათ თქვენ სიყვარულის ენერგიის მოზიდვაში და გაღვივებაში თქვენს ცხოვრებაში. ვიღაცას მზესუმზირები უყვარს. ვიღაცის საქმიანობა არის დაკავებული, ანუ დაკავშირებული არის მცენარეებთან, მიწასთან, გაღვივებასთან, გამრავლებასთან, ურთიერთობასთან. სწორედ ადამიანებისთვის თქვენ მოგაქვთ სითბო. სიტყვით, მზერით, ღიმილით, ზოგჯერ უბრალოდ მყოფობით მათ ცხოვრებაში. აი სწორედ თანადგომა და საკუთარი სურვილების და საკუთარი იდენტობის მიმართ ერთგულება თქვენ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ სიყვარულის ენერგია იტრიალოს თქვენში. სწორედ ეს თქვენი ცეცხლოვანი და მამოძრავებელი ძალა, რაც თქვენ სულში არის, დაბადებიდან ჩაბეჭდილი, სწორედ ეს გაძლევთ საშუალებას იმისა, რომ სიყვარულის ენერგია იტრიალოს თქვენში. ხოთაშორის ძალიან ბევრ ამ ვარიანტს მოდის ჭორფლები. ჭორფლები, ხალები გაქვთ ძალიან ბევრი. ბევრ თქვენთაგანს მზერით შეუძლია ადამიანის განკურნება, როგორც სულზე მალამოთ, თქვენი სიტყვები, თქვენი ხმის ტემბრი. ასე გააგრძელეთ. მოდით ვნახოთ, რას აკეთებთ არასწორად. რა უნდა გამოასწოროთ? რა არის, იცით, ზოგჯერ იმდენად იხარჯებით სხვებისთვის, ეგრევე ხსნით თქვენს გულის კარს, ეუბნებით ფიქრებზე, ოცნებებზე. იფანტებით სხვა ადამიანებში, პირადი სივრცე, პირად საზღვრები გავიწყდებათ. შეგიძლიათ ჩაიკარგოთ სხვა ადამიანში. დაივიწყოთ საკუთარი თავი, ან ემოციებში, გრძნობებში იმდენად იძირებით, რომ იქ უკვე ბალანსი გავიწყდებათ, რომ ლავირება არის საჭირო, ოქროს შვალედის პოვნა არის საჭირო. ხომ იცით, ყველას მეგობარი, არავის მეგობარი არ არის. შეიძლება გულით ყველასთვის კარგი გვინდოდეს, მაგრამ ყველას მეგობრები ნამდვილად ვერ ვიქნებით.
აქ პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ფანტავთ, ქარს ატანთ ძალიან ბევრ ენერგიას. კონცენტრირდებით სხვებზე და უკვე თქვენ შიგნით აღარ იყურებით. ყურადღება მიაქციეთ დაპირებებს. ყურადღება მიაქციეთ, როდესაც ადამიანს აძლევთ რჩევას ან ეუბნებით, რომ კი შენ ეს გამოვგივა, კი ეს ასე იქნება და აძლევთ იმედს. მაგრამ რატომ აკეთებთ ამას? აი აქ კარგად დაფიქრდით, რატომ აკეთებთ? რისთვის აკეთებთ ამას? ამდენი ნაცნობის ყოლა ხომ არ არის საზიანო თქვენთვის? ხომ არ იფიტებით? ეს კითხვა დავუსვით საკუთარ თავს. ვარდისფერის სათვალით ცხოვრება არ გვარგებს. ოცნება საჭიროა, მაგრამ ზომიერად. არ დაგვავიწყდეს, რომ მატერიალურ სამყაროში ვართ. ახლა კი სიყვარულის გზავნილი თქვენი მფარველებისგან. აქ ბევრს გიყვართ ოცნებებზე აყოლა და გავიწყდებათ მატერია. აქ მეტად სულიერებაში ხართ ჩაძირული. და შემდგომში ძირს დავარდნა იქნება მტკივნეული ძალიან, ასე რომ აბალანსეთ. რჩევა იქნება ასეთი, აი ზუსტად რომელიც ეხმიანება იმას თუ რას აკეთებთ არასწორად. ძალიან ბევრი მიზანი გაქვთ. ძალიან ბევრი ადამიანი არის თქვენს ირგვლივ. შემდგომში იფიტებით და უკვე არ იცით რა გააკეთოთ. არ იცით რა აირჩიოთ. სად წახვიდეთ, ვინ გიყვარდეთ, სად უნდა იცხოვროთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ, ვინ უნდა ნახოთ. ქაოსი არის თქვენს ირგვლივ, ემოციების ქაოსი არის და სწორედ ამ ემოციების ქაოსის დასტაბილურება არის საჭირო. თქვენი მფარველი ძალა და სიყვარულიც გეუბნება ამას. იფანტები და საბოლოო ჯამში შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავად შენ დარჩები დაცარიელებული, ყველა კარგად იქნება, მაგრამ შენ გამოფიტულე. გიყვარდეს ერთი, თუნდაც დაეხმარე ერთს და გააკეთე ეს ხარისხიანად. გააკეთე ეს მთელი სულითა და გულით. მაგრამ აქ შენ ფანტავ შენ სასიცოცხლო ენერგიას, შენს დროს და საბოლოო ჯამში მე შენთვის არავინ არ რჩება. და სიყვარულისთვისაც უკვე დრო აღარ გაქვს. სიყვარულის ენერგიის მისაღებად უკვე თავადვე აღარ ხარ მზად. იმიტომ რომ ცარიელი რჩები. სხვების თასების ავსებაში და სხვების ავსებაში შენ თავადვე რჩები ცარიელი. სიყვარული მოდის, მაგრამ ყველასთან სხვადასხვა გზებით მოვა. ვიღაცასთან საყვარელი მამაკაცის სახით, ვიღაცასთან საყვარელი ქალის, ვიღაცასთან ოთხფეხა მეგობრის, ვიღაცას უცნობი დღეს გაუღიმებს ადამიანი და მიიღებს ამ სიყვარულის ენერგიას. უბრალოდ აქ გახსოვდეთ, ნუ იფანტები. შენ შიგნით იყურე. სიბრძნით გაეცი და სიბრძნით მიიღე. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლის ენერგეტიკული გზავნილი. ულევ სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ. გჯეროდეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, მაინც ადამიანები ბედნიერებისთვის ვართ მოწოდებულნი. ყველა სიკეთე მომავალ შეხვედრამდე.